მოგესალმებით მეგობრებო, ვიდეოს ხელმეორედ ვწერ, იმიტომ რომ მაქვს ვიდეო გადაღებული სადღაც 4 წლის წინ და მე თვითონ ხარისხით ვარ უკმაყოფილო და ამიტომ მინდა ჩავწერო იმათვის ვიდეო ახლიდან ზუსტად იგივე, რომლებიც თქვათ ეხლა სწავლობენ ქსოვას. თვლების აკრეფა უნდა გასწავლოთ და დავიწყოთ მაშინ როგორ იქსოვება. ეხლა ესე იგი სულ თავიდან გასწავლით ყველაფერს. ვიღებთ ძაბს. აი და თქვენ გააჩნიათ რამდენი თვალი უნდა აიღოთ, იმის მიხედვით იღებთ ამ ბაწარს თუ თოქს რაც არის და ბოლოში გაგაქვთ რამდენიც გესაჭიროებათ. მე ხა ცოტას ავიღებ, სადღაც 15 თვალს ანაც. აი უყურეთ როგორ იწყება. ვიჭერთ აი ესე. ჩხირის შემოვა ქვემოდან. ვიღებთ აი აქ თვალს. შემდეგ აქეთ გავდივართ და ჩავდივართ უკან და გამოგვივიდა ორი თვალი. აი ხელახლა განახებთ. დავიჭერეთ ესე, ქვემოდან ამოვდეთ. აქედან ქვემოდან შემოვწერით, ისევ ქვემოდან და გადავატარეთ. აი ეს ორი თვალი, ეს უკვე ორი თვალია. შემდეგ უკვე ერთ-ერთი თვალი ემატება ქვემოთ და ჩავწერით. 3 ქვემოთ 4 5 6 და ესე ლითოლეთ თვლებს 7 აი ქვემოდან მე შეაკეთან შევძრებით და ჩამოვუწრებთ 8 2 4 6 8 9 10. ეხლა ვთქვათ ვგზავთ წაღმას, ან წაღმა უკუღმას. გააჩნია რას გსოვთ. პირველი გადაგვაქვს ქსოვის გარეშე. ყველა ვარიანტში პირველი ყოველთვის გადადის ქსოვის გარეშე. აი ეს არის წაღმა თვალი. ქვემოდან შევძერით, როდესაც ძაფი ჩხირის იქით არის, ეს არის წაღმა თვალი. ძაფს აქეთ გადმოვაგდებთ, ისევ შევძვრებით აი აქ. ქვემოდან ამოვუყრით, აი ეს არის უკვე უკუღმა თვალი, გადავაგდოთ. ეხლა წაღმომოგსოვოთ, შევძერით, ძაფი ავიღეთ და გამოვაძვრინეთ და გადავაგდეთ. ეხლა უკუღმა შევძერით, ამოვიღეთ და გადავაგდეთ. წაღმა აი უკუღმა ეს არის უკუღმა. წაღმა უკუღმა და ბოლო თვალი. ეხლა ხო წაღმას უწევს წესით, მაგრამ ბოლო თვალი, როდესაც ჩხირზე გვჩება ერთი თვალი ბოლო, ის ყოველთვის იქსოვება უკუღმა. არ აქვს მნიშვნელობა, რასაც არ უნდა გსოვდეთ, ყოველთვის იქნება უკუღმა. შემოვადგენთ ქსოვა. ეხლა ეს ერთ-ერთზე რეზინი გამოდის. რეზინს გსოვთ, შეიძლება სულ წაღმები გსოვოთ, იქიდან მხრიდან უკუღმა მოგიწევთ, რომ ნაქსოვით აჩვენოს. ნუ 1000-ნაირად შეიძლება მოგსოვოთ. პირველი გადადის ყოველთვის ქსოვის გარეშე და ბოლო იქსოვება უკუღმად. ეს არის დაუწერელი კანონი ქსოვის დროს. წაღმა, ნახეთ, თვალი ჩვენსკენ იყურება, ნაწნავი ჩვენსკენ იყურება, ესე იგი წაღმა ჩავდივართ, ვიღებთ თვალს, ესე და გადაგვაქვს. ეხლა აქეთ უკუღმა, აი, ესე, წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა და ისე ბოლო ყოველთვის უკუღმა. ესე ნენელა ემსგავსება უკვე ნაქსოვს. მოკლედ, მეგობრებო, ჩავწერეთ თქვენთვის ეს ვიდეო ხელახლა, რადგან ცუდი ხარისხი იყო წლების წინ ჩაწერილი ვიდეო. ისიამოვნეთ, მოგსოვეთ ჩემთან ერთად უამრავი ვიდეო მიდევს, გადმოდით ჩემს გვერდზე, ჩამოშალეთ ვიდეოები, გამოიწერეთ არქივი, არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები და აბა თქვენ იცით გისურვებთ წარმატებებს.